ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სალომე ზურაბიშვილთან, ჯერ კიდევ წინა შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდებოდა. წინა შეხვედრა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებამდე შედგა და მაშინდელი შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული ოცნების ხელისუფლების დასანქცირებაზე ერთობლივი მუშაობა. რა იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი? შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა კომენტარები მედიასთანაც გააკეთეს. შევთანხმდით იმაზე, რომ აი ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არც ერთი არ ითანამშრომლებს. ეს არის ის შეთანხმება, რასაც მივახციეთ და ამის გარდა ცვლილებას როგორ მივახციოთ, ამაზე ეს განვიხილეთ. ანუ ჩვენი აზრით და ჩემი პოზიცია ეს იყო, რომ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი გაგრძელდეს ქუჩაში, ანუ აქცია, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დასავლეთისგან იზოლაცია, ანუ სანქცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში აუცილებლად მივა ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე. საუბარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტზე მიუნხენში, მის შეხვედრებზე სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, იმას დაკავშირებით, რომ მან გააცნო მათ ის ვითარება, რომელიც დეტალურად, რომელიც შეიქმნა უკვე ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახეზე აღენიშნება მიყენებული დაზიანება, ეს იყო ამაზრზენი თავდასხმა და შესაბამისად ის უნდა გახდეს საზოგადოების ცნობილი თუ პროკურატურა როგორ რეაგირებას მოახდენს მასზე განხორციელება თავდასხმაზე, რომელსაც მოყვა მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება. შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში არც ერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტის